და ეხლა ნიკა მელია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნიკა, მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ძალიან უცნაური დღეა, უცნაური და ამაღელვებელი დღეა და ამ დღეს აუცილებლად ექნება თავისი შედეგები არჩევნებზეც და ამ ქვეყნის განვითარებაზეც და ამ ქვეყნის მომავალზეც. როგორ ფიქრობთ, როგორ გავლენას მოახდენს ეს პირველ რიგში თქვენს ამომრჩეველზე, ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის ამომრჩეველზე? მოგესალმებით, მადლობა. იქ არათუ ფიქრობ, მჯერა რწმენა მაქვს იმდაგვარი, რომელიც უკავშირდება მხოლოდ გამარჯვებას და ჩვენ ხვალ ძალიან ბევრი 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე გამოცხადდებით საარჩევნო ურნებთან, არა იმისთვის, რომ ვიღაცა დავამარცხოთ, არამედ რომ გავიმარჯვოთ. აი ეს ჩემი საზრით არის ძალიან სასიხარულო ამბავი, ვიცოდეთ რა ემოციებით ვართ ჩვენ დატვირთულნი და შეპყრობილნი. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად გავიაზროთ, რომ ხვალ ყველა ის ადამიანი, სათითაოდ თითოეული საქართველოს მოქალაქე, ვინც მივა და მივლათ, ძალიან ბევრი, გაცილებით ბევრი, ვიდრე შანშან ვიყავით. გახდება თანამონაწილე ისტორიული პროცესისა და თითოეული ადამიანი, ვინც ხვალ ხმას მიცემს ოპოზიციას, იქნება თავისი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წილის ჩამდები ქართული სახელმწიფოებრივი განვითარების ახალი ეტაპისთვის საძირკველის ჩამსხმელი იქნება ყველა ის ადამიანი. აი ამ წმენით უნდა მივიდე და არა უბრალოდ ხმას ვაძლევთ ვიღაცის დამარცხებას. ეკა მჯერა ამ ყველაფერში და ვარ დარწმუნებული ამ ყველაფერზე მჯერა და ამიტომ თავისუფლებას ვაძლევ რომ გაგიზიაროთ ეს ჩემი რწმენა და ემოციები. იმისით ძალიან მეამაყება რომ ნაციონალური მოძრაობა მართლაც აამაყოთ გვაქვს საქმე, არ დაგიმალავთ, ძალიან დიდი პატივისცემა ყველა ოპოზიციური პარტიის ამორჩეველს, ძალიან დიდი პატივისცემა ყველა მათ ლიდერს, მაგრამ მეამაყება, როდესაც ჩვენ დღესაც განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი აი ეს ვარაკად შეეწირა მისი თავდადების გამო აი ამ ბრძოლას დროებით, რა თქმა უნდა, მაინც ვდგავართ და ვამბობთ, რომ ხმა ნაციონალურ მოძრაობას კი არა, მაინდა-მაინც ჩვენ კი არა, მე კი არა, როგორც კანდიდატს თბილისის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილის ყოველ შემთხვევაში, არა ჩვენს მეგობრებს მერობის კანდიდატებად, ვინც იბრძვიან რეფერენდუმზე, არა ოპოზიციას მიეცით, ხმა, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის რომ ეს არ არის ვიწრო პარტიული ბრძოლა და მიხარია რომ ნაციონალურ მოძრაობას ამ ბრძოლაში ტრადიციულად ყოველთვის ლომის წილი შეაქვს. გავიხსენოთ სულ რამდენიმე თვის წინ ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა ყველამ ერთად ოპოზიციურმა პარტიებმა და არა მხოლოდ მივაყენეთ ქართულ ოცნებას, როდესაც იძულებულები გავხადეთ, რომ დღეს ხვალ რეფერენდუმი გქონდეს და თავდადებამ მოგვიტანა ის შედეგი, რაც ხვალ გამარჯვებით უნდა დაგვირგვიდეს და დღევანდელი თავდადება მიხეილ სააკაშვილის, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, უბრალოდ არ არსებობს, არ ჩაივლის, გამორიცხული ამბავი არის. დიახაც, მე უბრალოდ თუ კი რამე მახარებს, თუ კი რამე პოზიტივი არის ამ პროცესში, არის ერთ-ერთი რომელსაც გამოვყობ. ყველამ დაინახა ვისთან გვაქვს საქმე. ესე იგი, დაყენებული პოზით, სერიოზული სახელმწიფოებრივი ჭკუნვარე სახეებით გამოდიოდნენ და საუბრობდნენ. მოგესალმებით, მესმოდა თქვენ ბუენოს-აირესიდან, თითქოს არავითარ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში არ იმყოფება, მას ამის გამბედაობა არ აქვს, მას ამის უნარჩვევები არ აქვს, და რაღაცა ნაწილს საზოგადოებისას მცირეს, მაგრამ მაინც ნაწილს სჯეროდა ამ ყველაფერს. გესმით, იმიტომ რომ ადამიანს დღემდეც კი ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლება ხელისუფალია, პრემიერ-მინისტრია, მინისტრია გამოდის, აბა ყველს მეუბნება და რა მივიღეთ ის, რომ დავწმუნდით ყველანი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში აი ზუსტად აი ესეთი უტიფრობით საუბრობდნენ. გადაწყვეტილება საბადრაკო სამსახურს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერაფრით ვერ დაბრუნდება ისინი. ნიკასთან პრობლემა შეგვექნა, ეხლა ნიკა გვარამიას მოусმენთ, სანამ ტექნიკური პრობლემა მოგვარდება. შტატივებზე. რა შტატივებზე ვიღაკეთებთ კომენტარს?
ხო, სამწუხაროდ ნიკა მელიასთან ჩართვა ტექნიკურად ვეღარ მოხერხდება. ჩვენ მომდევნო სტუმარი გვყავს ხატია დეკანოიძე. უბრალოდ ერთიც მინდა დავამატო ნიკასთვის ამის კითხვა მინდოდა და ვერ მოვასწარი ტექნიკური პრობლემები შეგვექნა ჩართვასთან დაკავშირებით. რომ მთელი დღის განმავლობაში იმის პარალელურად რომ ხელისუფლება ამტკიცებდა სააკაშვილი საქართველოში არ იყო და ის ვერც ჩამოვიდოდა, ვერც გაბედავდა, ამბობდა რომ აი ეს ტრიუკი მათ ლიდერს უყვარს ამ სიტყვის გამოყენება და თავს იქებს ხოლმე, თავი შეიქო ერთხელ როგორი პატარა ტრიუკი ჩაატარა. და ზუსტად ამ ლოგიკით წავიდნენ მისი პარტიის წარმომადგენლებიც დღეს და ამბობდნენ რომ აი ეს ყველაფერი სააკაშვილს სჭირდება იმისათვის რათა პარტიაში რაღაც გაუგებრობა და ნიკა მელიას უპირისპირდება ამით დაანონსეს რომ ნიკა მელია გააკეთებს განცხადებას კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. ყველაფერი რასაც დღის განმავლობაში მართველი პარტია ამბობდა, მართველი პარტიის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ამბობდნენ იყო პირწმინდა ტყუილი სიცრუე და ისინი ცდილობდნენ რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები მოეტყუებინათ, უბრალოდ მოეტყუებინათ, ან თვითონ წარმოდგენა არ ქონდათ იმასთან დაკავშირებით თუ იყო თუ არა მართლაც სააკაშვილი საქართველოში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ესეთი განცხადება გააკეთა ღარიბაშვილმა, მისი პირველი განცხადებები კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე ბოლო, როდესაც ის ამბობს, რომ ჩვენო ეს რაღაცა სპეციალურად, ტაქტიკურად მოვიქეცითო ესე, მათ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ინფორმაციას ამოწმებდნენ, ან არც ადასტურებდნენ, არც უარყოფენ. და მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ თქვეს, რომ აბსოლუტურად თავდაჯერებულად აცხადებენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ შემოვიდოდა და ვერ შემოვიდოდა. და როგორც თქვი, დღეს სააკაშვილმა დაანგრია რამდენიმე მითი მასთან დაკავშირებით. პირველი ის, რომელიც გამჯდარი იყო ძალიან ბევრ ამ ქვეყნის მოქალაქეში, რომ ის არასოდეს არ ჩამოვიდოდა საქართველოში. უნდა ვთქვათ, რომ ამას ჰქონდა თავისი მიზეზი, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტი რამდენჯერმე ყველა არჩევნების წინ ის აცხადებდა, რომ აპირებდა ქვეყანაში დაბრუნებას, თუმცა ეს არ მომხდარა და ამიტომ შესაბამისად მისი დანაპირები, რომ ამ არჩევნებზე აუცილებლად ჩამოვიდოდა, ასევე იწვევდა კითხვის ნიშნებს, თუმცა დღეს სააკაშვილმა ეს მითი დაანგრია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მისი ვიდეო მიმართვებიდან, რომელიც ჩაწერილია როგორც უკრაინაში, ისე შემდეგ საქართველოში, ეს მარტო იყო სახში, როდესაც ის დააკავეს, ის აბსოლუტურად მზად იყო ამ სცენარისთვის, მზად იყო ციხეში წასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ ძნელი იყო ხო უარი გეთქვა იმ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და პერსპექტივაზე, რომელიც მას უკრაინაში ჰქონდა. ამ ყველაფრის ამ კონტექსტის მიუხედავად, მან გადადგა ეს ნაბიჯი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რის გამოც სხვათა შორის ბევრი ჩვენი უცხოელი მეგობარიც ეჭვით უყურებდა და ძალიან შიშით უყურებდა სააკაშვილის განცხადებებს ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ეს იყო მასიური არეულობების გამოწვევის შიში, რომ სააკაშვილს დახვდებოდა თავისი მომხრეების, შემდეგ როდესაც სამართალდამცავები შეეცდებოდნენ მის დაკავებას, აქ მოხდებოდა სერიოზული შეტაკება და დაიწყებოდა არეულობა. ეს არეულობის შიში იყო მართლაც ძალიან სერიოზული და სააკაშვილმა ეს მითით დაანგრია, რომ მას მხოლოდ არეულობის შემოტანა უნდოდა ამ ქვეყანაში და ის ძალიან ღირსეულად მარტო ჩაბარდა სამართალდამცავებს, ისე როგორც მოიქცეოდა ყველა ღირსეული პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა იმის ჩვენება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანა და არა მისი პირადი კარიერა. ხო, როგორც პროდიუსერები მეუბნებიან, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ნიკა მელიასთან აღვადგინოთ ურთიერთობა. ნიკა, მე გავიხსენე, რომ დღეს თელი დღის განმავლობაში არა მარტო იმას იძახდნენ მართველი პარტიის წარმომადგენლები, რომ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა, არამედ იმასაც, რომ რაღაცა პარტიაში არის შიდა პრობლემები, ჩვენ ეს პრობლემები ვიცით, გამოვიდა დინარაძე და სუსის მასალები წაიკითხა, უკანონო მოსმენები წაიკითხა და გაავრცელეს ინფორმაცია ესეთი, რომ ნიკა მელია საღამოს 9 საათზე თავისი კანდიდატურის მოხსნაზე გააკეთებს ბრიფინგს. დიახაც და ამასაც ჰქონდა თავისი საფუძველი, რატომაც ამას საუბრობდა 1-2 თუ რამდენი პოლიტიკური ლიდერი თუ პრეტენზიებს ჰქონდა ლიდერობაზე ქართულ ოცნებაში ადამიანი, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან ხვალამაში დავწმუნდებით ამ დროის მდგომარეობით, არ მინდა არც ერთი პოლიტიკოსი არ ამბობს, რომ არჩევნებში ვერ იმარჯვებს და მარცხნებას იციან, დაწუნებულები არიან, რომ ხვალ ისინი დამარცხდებიან და
ბოლო ჟამს დღის ბოლოს თუ შუაში გადაწყვეტეთ რომ მოდი იქნებ ცადოთ პროპაგანდით შუღლი შევიტანოთ ან რაღაცა დეზორიენტირება მოახდინოთ ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევლისა ან იმ ამორჩევლებისა რომლებიც უჭერენ მხარს თბილისის მერობის კანდიდატს გდობაშვა გირჩიმეტი თავისუფლება ელენ ხოშტარის პარტია ევროპული საქართველო და გამოდიან რა საუბრობენ აი მინდა შეგახსენოთ აი თითქოს ვერ წარმოვიდგენდითო ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის რა კონფლიქტი ყოფილა. აი ამ ბრიფინგზე ოფიციალურ პირები საუბრობდნენ, ვერ წარმოვიდგენდითო. არ გვეგონაო. 4 დღის წინ, 5 დღის წინ ციხეში როდეს რასაც უნდა იმას საუბრობენ. ციხეში რო ვიჭი მიხეილ სააკაშვილმა უთხრა მელია ციხეში შევიდესო და როცა უნდათ იმას საუბრობენ, უნდა დღეს საუბარი იქამდეც კი მეიტანეს, რომ ბატონი კალაძე გამოვიდა. ჩემი ასე თქვა კეთილი სამარიტანელი და საუბრობდა თურმე როგორ წუხდა და როგორ ვენანებოდი მე ამ ყველაფრისთვის როგორ იყო ჩემი გუნდხმოვანი ხარდაჭე და იცით რა თან ვუსმენდი ამ ადამიანს და თან ვფიქრობდი რომ რა უბედურ დღეში მთელი საქართველოს ვარსებობთ უკვე ამ წლების განმავლობაში როცა შეგწევს უნარი მე არ შემიძლია მართლა არ შემიძლია ისეთი ვარ როგორიც ვარ და მე ამაყება რომ ნაციონალურ მოძრაობაში დიდი ნაწილი მე ვისანაც მეგობრობ და ასეთები ვართ ჩვენი ნაკლოვანებები ჩვენი უპირატესობები და ასეთები ვართ როგორებიც ვართ ისედაც წარმოჩინდებით საზოგადოების წინაშე არ შემიძლია დავდგე ახლა თქვენ წინაშე და ერთს ვფიქრობდი და მეორე ვისაუბრებ ესენი ამას ახერხებენ არ არისო ქვეყანაშიო რას ლაპარაკობთო მოკლედ კარგი რაც იყო საზოგადოება გააკეთებს ამ ყველაფერთან მიმართებაში სწორ დასკვნას არ ვიცი რამდენად ისმოდა ჩემი ხმა და გავიმეორებ სანამ გაწყდებოდა კავშირი მიხარია მე ამაყება მაგრად მე ამაყება რომ ვარ პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ჩემი მეგობრების გვერდ ვიბრძვი უკვე წლების განმავლობაში ამ ქვეყნის მომავლისთვის და მე ამაყება რა და ეს მინდა გამოვყო ჩვენ მიუხედავად იმისა რომ მიხეილ სააკაშვილი აი ახლაც ვიდრე ჩვენ საუბრობთ ხო არის ვაკუუმში უბრალოდ არ აქვს შესაძლებლობა თავყური გვატენოს და მე გამომიწვია და ვიცი რას ნიშნავს, ოდესაც გაინტერესებს ბევრი რამ რა ხდება საქმის მიღმა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გაქვს, მაგრამ ისიც ვიცი ზუსტად, ოდესაც ძალიან მაღალი მორალური უპირატესობა გაქვს შენს მოწინააღმდეგეებზე, უბრალოდ ამ ქვეყნის მოწინააღმდეგეებზე, ხო, ქართულ ცნობაზე, რა ადვილია იყო იქ, სადაც ახლა მიხეილ სააკაშვილია. რა საამაყო იყო ახლა, სადაც მიხეილ სააკაშვილია. რამდენად დიდი პატივია იყო ახლა იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილია და იცოდე რომ სწორ მიზნესა და ამოცანებს წირავს შენს თავისუფლებას და შენს მეგობრებსა და შენს ერთგულ თანამებრძოლებს ამხნევებ და ამ დროს ძალას პოულობ მთელი ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის და არ ვამბობთ რომ ხვალ მეგობრებო მოდით და გინდათ თუ არა ნაციონალურ მოძრაობას მიეცით ხმა აი ამით მაგრად ვამაყობ ჩვენ ვამბობთ რომ მოვიდეთ ხვალ და ხმამბიცეთ ყველა ოპოზიციურ პარტიაზე ვისაც თქვენ იმპონირებთ და 51 ნომრის გარდა და ამით გაიმარჯვოს ქვეყანამ და არა ვინმე დავამარცხოთ. ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიან როგორ გითხრათ, აი თბილი დამოკიდებულება მაქვს ბევრი ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მათი ამორჩევლების მიმართ, მაგრამ თუ კი რამე განვაცხავებს, აი ის ვერ ვამბობ, იცით, აი ხო რომ აი ხმა მომეცით მე ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას. არა და გვეკუთვნეს ხომ ამის თქმა ახლა არა, გვეკუთვნოდა ჩვენ ბრძოლამ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ასევე მოიტანა ის შედეგი, რომ ხვალ რეფერენდუმი ტარდება და ქართულმა ოცნებამ რეალური სახე დაანახა სამფებერვალს ზუსტად აი ამ ოფისში რაც ჩაიდინა მთელ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა მატერიალური სახე და დღევანდელი მიხეილ სააკაშვილის დიახაც თავგანწირვამ და თავდადებამ რაც არ უნდა დიახაც დინარაძესთვის და კობახიძესთვის და კალაძესთვის წარმოუდგენელია იცოდეს რომ მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის არის მეგობრული თანასწორი ურთიერთობა სადაც ბევრჯერ კამათობ ხშირად ვკამათოთ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ერთი მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული. რას ლაპარაკობთ? ერთი ადამიანი მითხარით ქართულ ოცნებაში, რომელსაც უნარი შესწევს, რომ ბიზინა ივანიშვილის პოზიცია ან გადახედოს, ან ეკამათოს, ან ეჭხუბოს და ან თვეები გავიდეს და ერთმანეთთან არ ისაუბროთ, ხო?
ესეთი პარტიაა ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ახლა პარტიები და პარტიული კუთვნილება მართლაც მეასეხარისხოვანი არის. ხვალ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ამ ქვეყნის სახელით. ჩვენ დიახაც ყველანაირ უამინდობას, ყოველგვარ დეპრესიულ, მელანქოლიურ, ასე თქვა, მეტეოროლოგიურ პირობებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და წავიდეთ, აი როგორც ზეიმზე, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, რაც შეიძლება ბევრი, ყველგან, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, რუსთავში, მესტიაში, ყველგან, თბილისში ხო თავისთავად და ხმა მივცეთ, აი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს და ამით თავისუფლება მოვიპოვოთ, ჭაობიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა და ძალიან მალე ჩაინიშნოს ვადამდელი ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა მისარგებლოს ამ თავისუფლებით. ამიტომ ხვალ იქნება ეს სოლოლაკელი, გლდანელი, იქნება ეს სამგორელი, ჩუღურეთელი, ქუთაისელი, ზუგდიდელი, სენაკელი, აბაშელი, ფოთელი, თვალშემ და ასე შემდეგ. როდესაც დაიძრება საარჩევნო უბნისკენ, მათ უნდა იცოდნენ, რომ წილს დებენ, თუ შეიძლება წილს დებენ ამ ქვეყნის განვითარებაში და ამ წილიდან ამონაგები, დივიდენდი არა თუ 1 და 2 და 3 და 4 პარტიას შორის უნდა გადადაწყვეტდეს ეს კეთილდღეობა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ მართლაც გავიხარებთ ყველაზე და ამ გამარჯვებაში მიხეილ სააკაშვილს დიახაც დიდი წვლილი ექნება მის თავდადებას და მის ბრძოლის უნარიანობას. აი ეს არის რაც არის დღევანდელი მოცემულობა. თავარი ახლა გავხედეთ განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის ამორჩევრებს, ხარდაჭერებს, პარტიის წევრებს მიმართავ. ყველანი ვჩებით ჩვენ ქალაქებში, დაბებში, სოფლებში დილის 8 საათიდან უნდა ვიყოთ საარჩევნო ურნებთან ხმები დავიცვათ, ჯერ ხმა მივცეთ, დავჩეთ ადგილებზე სანამ არ გვექნება ხელს შემაჯამებელი ოქმი საარჩევნო უბნიდან მოპოვებული და ამის შემდეგ რა თქმა უნდა დაელოდეთ ჩვენს განცხადებებს და მე პირადად გავაკეთებ ხვალ ვიან განცხადებას და მივიღოთ ერთად უკვე ზეიმში მონაწილეობა. არ დაგავიწყდეთ ხახო, ხვალ ისტორია იწერება. ჩვენ თაობებს, ვინც ცოცხლები ვართ, შანსი გვაქვს, მოგვეცა, შეიძლება მეცხოვრა 100 წელიც, ხომ? მაგრამ შანსი ერთხელაც არ მომცემოდა განგების მიერ, რომ ისტორიულ პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მქონოდა. გვაქვს, აი აგერ 2 ოქტომბერს და მოდით, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, მთელი სოფლიო ავალაპარაკოთ და გაიგონ მათ, რას ნიშნავს ერთმუშტად შეკრული ქართველი ერი, რომელიც ამარცხებს ოლიგარქს, უსაზღოდო მდიდარ ადამიანს, რომელზეც მუშაობს მთელი სახელმწიფო აპარატი. აი, კი ბატონო, რაღაცა ღირსების რეფერენდუმი არის ხვალ. შეგვიძლია ესე თამამად ვუწოდოთ, თუნდაც დღევანდელი განცხადების შემდეგ, რომელიც მოვისმინეთ ღარიბაშვილის სიტყვაში, როდესაც მან ბიძინობა მოგვილოცა. და მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არც ერთ შემთხვევაში და არათუ იმედი მაქვს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არც ერთ პოლიტიკურ განლაგებაში, როგორც არ უნდა განვითარდეს მომავალი, არასოდეს არ მოგვილოცავთ წმინდა მიხაელობას, იმიტომ რომ წმინდა მიქაელის დღეც არსებობს ესეთი და ასეთ და ძალიან კარგია ის, რომ ერთმანეთში კამათობთ და იდეებს ცვლით და ერთმანეთს არ ეთანხმებით ლიდერები. ეს არის ის, რაც დღეს ძალიან გვჭირდება და არა ის უპირობა წარმოუდგენელი მონობა, რომლის დემონსტრირება დღეს ვიხილეთ ღარიბაშვილის მხრიდან, როდესაც თელ საქართველოს წმინდა ბიძინობა მოგვილოცა. ჩვენ ამიტომ არის ხვალ ღირსების რეფერენდუმი. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს, არ დაგიმოვნებთ რა. ნაციონალურ მოძრაობაში, განსაკუთრებით ახალი ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობაში, სადაც ბევრი ძალიან გამოცდილი თანამებრძოლი არის ახალგაზრდების გვერდით. მე ამაყება, როდესაც აქ არის ყველა თანასწორი და ქართული ოცნება მუდმივად პროპაგანდის მეშვეობით ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოებას, რომ ეს ასე არ არის და აი ხვალ ყველანი ერთად დავწმუნდებით საზოგადოების ძალაში. საზოგადოების ძალა არის ის ძალა, რომელთანაც დაპირისპირებაში შესული ნებისმიერი ხელისუფალი, მით უმეტეს ოლიგარქი მარცხდება, ხახო. ხვალ ერთი სული უნდა გქონდეს და გვექნება 8 საათზე მივიდეთ და საღამოს 8 საათამდე უბრალოდ არ მოვისვენოთ, მანამ სანამ არ ვიზეიმებთ გამარჯვებას. მაგრად იყავით, გავხნევდით და
წელში გაიმართეთ ბოლომდე, იმიტომ რომ თქვენ წერთ ხვალ ისტორიას, ყველანი ერთად წერთ ისტორიას. დიდი მადლობა. ეს იყო ნიკა მელია. ნიკა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად ამ მართლაც გიჟური დღის ბოლოს და ეს დღე მართლაც არის დღე, რომელიც აუცილებლად შევა ისტორიაში და რომელიც აუცილებლად იქონიებს გავლენას იმაზე, თუ როგორ განვითარდება ამ ქვეყნის მომავალი. ხვალ არის ღირსების რეფერენდუმი.